დღეს მინდა რომ შეგახსენოთ გუშინ დავიწყეთ ფიტნეს კლასები და გაკვეთილები ალექსანდრასთან ერთად. გუშინ ჩვენ მთელი ორგანიზმი დავტვირთეთ, მთელი სხეულის კუნთები დავტვირთეთ და უბრალოდ გადავალოთ თვალი თუ რა გავაკეთეთ. შეგახსენებთ რომ დავიწყეთ ფეხების ვარჯიშით, დუნდულების ვარჯიშით, გადავედით წელზე, მხრებზე და ასე შემდეგ. ასე რომ ნება მომეცით რამდენიმე წამით შეგახსენოთ თუ რა გავაკეთეთ და იმედია რომ არ მოდუნდით და ზუსტად იგივე განწყობით ხართ როგორც გუშინ, მხნეთ, ლამაზად და რა თქმა უნდა სამაგალითოდ ყველასათვის. ასე რომ ვიწყებთ, დღეს შევეცდები რომ ეს ყველაფერი დავტვირთო ოდნავ წონით და ერთ ცალ განტელს ავიღებთ. სასურველია განტელი იყოს 9 კილოგრამიდან 1 კილოგრამამდე განსაკუთრებით დამწყებებისთვის და ასე რომ ვიწყებ ვარჯიშს. ჩემთან ერთად გამხნევდით, გახალისდით და დავიწყოთ დღე უფრო ლამაზი კუნთებით, ლამაზი ფორმებით და რა ვიცი, ასე შემდეგ. მაშასე გუშინდელი ჩვენი ვარჯიში შედგება შემდეგი მოძრაობებისგან. ეს არის ჩაჯდომი, ბუქნი, აზიდვები და ასე შემდეგ. ყველაფერს დღეს ვნახავთ. შევეცდები ძალიან მოკლედ გავაკეთო ეს ყველაფერი, რომ თქვენ უბრალოდ გაიხსენოთ. ამის შემდეგ რამდენიმე ჩართვა მაქვს კიდე და სხვა ვარჯიშებს შემოგთავაზებთ. წონის მატება, ანუ უფრო მეტი წონა, განტელი და გირები, შტანგა, თქვენ შეგმატებთ კუნთის უფრო დიდ მასას, მოცულობას. ეს არის ჩვენი ეგრეთ წოდებული სკვატი, რომლის მეშვეობითაც იტვირთება დუნდულების კუნთები, ასევე ბარძაყის უკანა კუნთი, წვივებიც რა თქმა უნდა და თუ სიმძიმე გვიჭირავს, ხელებიც. გადავდივართ შემდეგ მოძრაობაზე, მიჭირავს ისევ 2 ცალი ამჯერად, რადგან ამ შემთხვევაში უაძლევს მოძრაობა 2 ცალი განტელის დაკავების საშუალებას. იმედია ჩემი წამყვანებიც მხნედ არიან. 1, 2, 3. 1, 2, 3. არ დაგავიწყეთ დალიოთ ბაკურიანის წყალი, რომელიც ასე აქტიურად ეხმარება ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას. და ასევე აუცილებლად, გარდა იმისა, რომ მე ვარ თქვენი ერთ-ერთი დამხმარე გიდი ამ სფეროში, აუცილებლად იყოლიეთ პროფესიონალი ფიტნეს ინსტრუქტორები. მე ამ ყველაფერში მეხმარება ჯიმ 1-ის ინსტრუქტორი, რითვისაც მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი და ჩემი არაჩვეულებრივი ტანი სამოსი არის შოურუმ ჯომასგან. როგორც უკვე გითხარით, დღეს უბრალოდ თვალს ვავლებთ თუ რა გავაკეთეთ გუშინ პირველ ჩართვაზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ახალ ვარიანტებს შემოგთავაზებთ ახალი სხვადასხვა ზონისთვის. აზიდვები და ყურადღებით. 1, 2, 3. 1, 2, 3. ვისაც რა სიღრმეზე შეუძლია, ისე უნდა ჩავიდეს, რა თქმა უნდა. ნელ-ნელა გაგვიძლიერდება ხელები. ამისათვის ხვალ შემოგთავაზებთ ძალიან კარგ ვარჯიშებს. გადავიდეთ პრესზე. როგორც მიხვდით, 3 ბიძგი არის საჭირო, რომ მაქსიმალურად დაიტვირთოს ის კუნთი, რომელზეც გვაქვს აქცენტი. ეს არის ბოლო ვარჯიში. რა თქმა უნდა, ვსუნთქავთ თანაბრად, რომ არ დავიღალოთ სწრაფად. ეს იყო დღევანდელი პირველი ჩართვის ბოლო ვარჯიში, ანუ გუშინდელი ვარჯიშის განმეორება. შემოგიერთდებით რამდენიმე წუთში, რომ ახალი ზონები დავტვირთოთ დღევანდელ ვარჯიშზე. დროებით!